მოგესალმებით. გამარჯობა. დაიწყო კიდევ ერთი სამუშაო კვირა და ჩვენ წყობში ვართ. ნანული ჯორჯოლიანით მინდა დავიწყო დიდი ბოდიში იმას რომ კადრებს. მე ნანულის ვეძახი და თვითონ ისაც ხდება. აჯავრებ? ნანული ჯორჯოლიანი ეგრე ქვია რამდენად ხდებაო. ნუ მაგაზე ბავშვობაში რომ უთხრება პასუხი არსებობდა აღარ ვიტყვი. დაურეკა ჩვენმა თანამშრომელმა მეგობრებო და რომში იმყოფება ნანული და კითხა შემდეგი რამ და საოცარი პასუხი გაგვცა ოღონდ დიდი ბოდიში. მე არ მომსმენია ხო იცი? დიდი ბოდიში შენ გაქვს მოსმენილი. დიდი ბოდიში რომ მის პასუხს ეთერში ვატრანსლირებთ. პირველად უნდა დავიქრინჯო. აქციებს აორგანიზებთ, აქტივისტებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებთ. ბევრს აკავებენ და თქვენ რომში ისვენებდით, რამდენად მორალურია ეს თქვენი მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აქციაზე დაკავების გამო ციხეში ზიან. დავიწყოთ იქიდან რომ შეთქმა არ გაქვთ. პასუხი არა გაქვთ, ანუ არ გვეუბნები. პასუხია შენ გოგო და შეთქმა არ გაქვთ, რომ მე მეკითხები, რა უნდა მაწუხებდეს მორალურად და რა არა, ვინ გეკითხება ბიჭო? შენ ვინ გეკითხება? ვაქსაც ვინ გეკითხება? გავაჩერეთ. მე ორი კითხვა მაქვს, ერთი ორალურად თქვა თუ მომესმა. ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა, რატო არის აძველბიჭებული? და ეხლა ახსნა თუ რატო თქვა ეს ახსნა მე. განმარტებაც მოყვა. თავიდან მიფიქრე რომ აუხსნდი უპასუხებდი როგორც ადამიანს. უცებ გამახსენდა რომ ამ ბოლო დროს როლების გარეშე ცხოვრებას ვცდილობ. როლების გარეშე ცხოვრებას ვცდილობ. ანუ ადამიანის როლის გარეშე ცხოვრება. ანუ ესეთია სინამდვილეში, ანუ წესერი და ზილობიანის როლს თუ თამაშობს, ეს მისთვის ძალიან მძიმეა. და არა გაქვს დიდი ბოდიში აი ამ კითხვით მიმართვა ამ ვულგარული, ამ საშინლად ვულგარული კითხვით არის მისი ნამდვილი სახე. მან სოციალური ნიღაბი მოიხსნა და გაში. რაც არის, კი ბატონო. და გადაწყვეტ პასუხის გულწრფელი ყოფილიყო. ხო მართლა ამ მომენტში სადაც მეუბნები გოგონის შალვა სტილი ხარ და ეგ არ გიწდება. მე რა უნდა მიწდებოდეს. კიდევ იყო საინტერესო დეტალები. ახლა რა გინა კიდე? ახლა რო უსმენ მომწონს ყოჩა ნანუკამ. თავის თავს ეუბნება ყოჩა ხო? ხო, კი. ძალიან ძიმე ნანუკას იმაზე უფრო მძიმე. ნანუკას ტვინი რო ფოსტალას ტვინი არის. ფოსტალა არის ეგეთი ორუჯრედიანი თუ მცირე უჯრედიანი არ ვიცი, მე მგონი ბაქტერიასებრი ცხოველია ფოსტალა და ფოსტალას ნერვული სისტემა აქვს და ტვინი. მაგრამ რაღაცა მართლა აი როლის მორგებაც შეეძლო ხანდახან, ხო? აი ნანული ჯორჯოლიანი არის თქვენი მეგობრებო, აი ამ პროტესტის გმირების ფარველი და სახე. მორჩა აჩვენეთ ნანუკა სოფლიოს და პროტესტი აღარ განმეორდება. და პროტესტის გმირებზე რო ლაპარაკობ, თვითონ პროტესტის მონაწილეები როგორ იგინებიან პოსტივის ჟურნალისტებს, იმედის ჟურნალისტებს, იგეთი გინება ქალებისგან, მე არ გამიგე რას ამბობ, ბიჭო, ისინი იგინებიან ბოსელში ხარ რომ გქონდეს მოსმენილი. არა, ისინი იგინებიან, თავში ფეთქებენ ლამის, ნანუკა იმათთან შედარებით არის, შენც ისე მიმართე რომ აი მორალურად დაამუნათე. აი პროტესტის მონაწილეებო, შეხედეთ, ბიჭო. მორალურად არ ვამბობ. ისი ლაზარე და ისი რას ამბობ ეგენი რო იგინებიან უყურე არ გახსოვს მორალურად მას მე არ ვამუნათებ როგორ შეიძლება ნანუკა ჯორჯოლიანი ცოტათი რა ტიპი იყო იცი სხვა შორის TikTok-მა და ახტაჯანს მე სხვა კონოტაციით უფრო ხმარ თვითონ ეგრე გონია ესე იგი TikTok-მა და სოციალურმა მედიებმა ხო ძალიან უცნაური კასტები წამოწიეს ასევე წინ თითქოს პანდორას ხუთი გაიხსნა და ისეთ ადამიანებს მიეცათ საშუალებას საუბრის ხო რაღაცა ანუ რა თქმა უნდა იმ პლატფორმაზე ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ყველანაირი მაგრამ ასევე არის ისინი ვისაც არასოდეს ექნებოდათ ალბათ სხვა პლატფორმაზე ვერ ექნებოდათ TikTok-მა ენდი ვოლკოვის ენდი ვოლკოვის სანუკვარი მიზანი მართლა ჩვეულებრივი ფრიკ შოუა და ქართულ TikTok-ს აქ ეგეთი თავისებურება რომ რაღაც უცნაური გოგონები ზიან ხოლმე ლაივებში ჯერ რაღაცა იმებზე თამაშობენ ლომებზე და ჟირაფებზე და რაღაცებს და იგინებიან როგორ იცი ნუ ვაფშე ოღონდ რატოთან ეგ ვაფშე სხვა არის რა მიზეზი კუჩური გარჩევები TikTok-ის არა გოგოების კუჩური თორე ისე მივდივარ წინ და რატო არა აქ თავარი არის საკითხი იმაზე რომ ამ კითხვას რაც ჩვენმა ჟურნალისტმა დაუსვა უნდა უსვავდნენ აქციის მონაწილეები იმიტომ რომ ქვეყნის გარუსების და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის ფრონტზე, როდესაც ხარ ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი.
რა იტალიაში დასვენების რა იტალიება კაცო ის გაქვს რა ქვია უნდა იყო ცუდად და ყოველ წამს მე ბრძოლას და მინავდე ბარიკადს ვიგა მაგრამ სხეულის ყველა ნაწილი განიცდიდე და გრძნობდე სინდისის პატიმრებს მე არამც და არამც არ მინდა როგორ შეიძლება მე მორალურად დავამუნათო რატო მორალურად როგორ დავამუნათო დაბალსაფეხურზე ხარ არა არ მინდა უბრალოდ არ მინდა თავში შევიკავე მე მასზე ამორალური არ ხდება არა ხო მაგრამ არ მინდა ხო მაგ უფლება რომ არ მინდოდა მე მულად მინდა გითხრათ რომ ეს ქალი არის უკიდეგანო აი გამწვანებამდე აი ხო არის რაღაცა კრინჯი სწორედ ის ახალგაზრდების ის სიტყვა რომ აი რო ზიხარ და ისეთი რაღაცა მოხდება რომ აი შენ რო ცხენია იქ ყოფნა რა აი იქ სიტუაცია ისეთია ისეთ რაღაცას რო გააკეთებს ვიღაცა რომ გულწრფელად ცხენია მის მაგივრად ყოფნა და რაღაცნაირად აი ეგეთი არის დავით კიკალიშვილი რომელიც სუპერ ქაჯია რა სუპერ მაღალწნევიანი სუპერ დონე სუპერ ქაჯი რა და კრინჯი მაღალწნევიანი ჭავლით მოდის ამის პროვინციალიზმი ყოველ კომენტარზე თუ პირის გაღებაზე თუ ქმედება დეივიდ კიკალიშვილი გაუშვი თუ შენ თენგო რაღაცას ამბობს, თენგო რას ამბობდი? აუ რა ტროიკა, ღმერთო. შენი ოპტიმიზმი მომცამეთია. ხო, ეთყობა რომ დიდი ხანია კარგი ქვეყანაშია წასული. თენგო ჯერ ერთი წელი არ არის რაც წასულია და შენ გაცილებით უფრო დიდი ხანია და არ იცი რა ხდება ამ ქვეყანაში. გავაჩერო მე თავარი ინფორმაცია მივიღეთ. ქესტუმიაცია. ბალტიისპირეთში არის გოგოტიშვილი და მე მგონი ვენაში, ავსტრიაში არის ის კიკალიშვილი. სწორედ აი ამას მოუწოდებ დენაციფიკაცია დაწყებული. რა თქმა უნდა, ზაზა შატილიშვილს აქედან ვეთანხმები, სწორედ ამისკენ მოუწოდებს, რომ რა გიღა თვითონ ეს ქალი ჟურნალისტი თეა, ჟურნალისტი თეა აღნიშნავს, რომ დასვენებული სახეები აქ თქო. ეს გამოდგება რეკლამად, რომ დაისვენეთ, ჩამოდით, უნდა წავიდნენ რა. სადმე წავიდნენ, ეგ საკითხია. სად შეიძლება რომ წავიდნენ? ამერიკაში არ წავლენ. რომ ამერიკაში ტრამპი რუსეთს აკეთია ბალტიისპირეთთან ბალტიისპირეთ ხო სწორად თქვი მაშინ ლიტვა არა ლატვია არა ლიტვა ლატვიაში და ესტონეთში ბევრი რუსია ხო მაგრამ ლატვია და ესტონეთი вообще მაგარია ესტონეთი ლიტვა არის უფრო ანტირუსული ჩემი აზრით არა ესტონეთი მაგაზე ვიდაოთ რა ესტონეთი вообще ლიტვა თან ქვეყანაა კარგი ეს ლიტვას ეხა ეგრეთ უმიუდგებით სხვა ისტორიული კონტექსტი აქვს ლიტვას ჰქონდა ლიტვაში მაგას ანუ პოლონეთი და ლიტვა რა თავისი ლიდერი რას დავარქმევთ გეოგრაფიულად ცენტრალურ თუ ჩრდილო-ცენტრალურ ევროპას კი ბატონო ექსპანსიონისტური პოლიტიკა ქონდა და ლიტვას უფრო მეტი ვთქვათ რესურსები შესაბამისად გინდა საბჭოთა პერიოდშიც ლიტვა როცა გაწევრიანდა საბჭოთა კავშირში მაშინაც არსებობდა ეს ნაციონალისტური მოძრაობები პარტიზანული ომები რომლებიც ჯერ კიდე სხვა შორის საბჭოთა კავშირის დაშლამდე ეწინააღმდეგებოდნენ ამ სოვიეტიზაციის ამ ფორმას და ლიტვას ეს ნეონაცისტური და ეს ეგრეთ წოდებული far right რომელიც გამოიხატება რუსეთზე ორიენტირებულობაში აი პოლონეთთან აქვს ძლიერი მაგრამ ნახე ლიეტუვაში მართლა შეიძლება რაღაცა კონცეპტუალურის ნახვა და ესტონეთი და ლატვია უფრო მაგრები არიან ბიჭო მე მაინც სადაც მათ უწევ კარგი გიაბარა ვაფშე ის არის და იქ როგორ გითხრა აი ტაბულა რაზა რა ხო მაქედან რო დაწერო ახალი ისტორია იმით ანტირუსული ვარდების რევოლუცია რო დავასრულო იყო სახელმწიფო მშენებლობის რევოლუცია ქვეყნის ფეხზე დადგომის რევოლუცია ქვეყნის სახელმწიფო გახდომის რევოლუცია საქართველოს ევროპულ სახელმწიფო დემოკრატიად მშენებლობის და რაც დაგვირგვინდა დემოკრატიული არჩევნებით რაც არ უნდა არადემოკრატიულობას აბრალებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს და აი ის ადამიანები რომლებიც მაშინ ამ თემებზე საუბრობდნენ ბევრი დღეს ჩუმად არის ბევრმა ხმა ამოიღო და ვარდების რევოლუცია იყო აგენტები და რეიპისტების რევოლუცია. ეგ არის ყველაზე მოკლედ როგორც შეიძლება დაახასიათო. ვარდების რევოლუცია იყო ნეოლიბერალური პროექტი, ნეოლიბერალიზმი როგორც პროექტი. მეგონი ხარ ნეოლიბერალური პირდაპირ ნეოლიბერალიზმი სხვა ხალხის მონაწილეობა. არა, ნეოლიბერალიზმი როგორც პროექტი ყველაზე თავისი ვულგარული ფორმით განხორციელდა ჩვენთან ნეოლიბერალიზმი როგორც პროექტი დღესდღეობით თანამედროვე სამყაროში უკვე მიღებულია რომ ეს არის წარუმატებელი და
ეს არის რაღაცა არასწორი რამ რაც მოხდა. ეს იყო გარე ჩარევით შიდა კოლონისტების მიერ გაკეთებული რევოლუცია. კი ბატონო. მეგობრებო, არა, მე უბრალოდ კიდე აბდიკაცია ქვია მაგას, რევოლუცია არა, როდესაც არანაირი კლასები არ იცვლება, უბრალოდ ერთი მართველი ძალით ანაცვლებს მეორეს. არ დაგავიწყდეთ რომ სააკაშვილი უმრავლესობის ლიდერი იყო საკრებულოს თავმჯდომარე და თითქმის პოლიტიკაში მოღვაწე მაშინ დიდმა, ასე ვთქვათ, ძალებმა თუ მცირე ძალებმა უცხო ქვეყნის ხარდაჭერით მოახერხეს ამ აბდიკაციის გაკეთება. და რაც შეეხება ნეოლიბერალიზმს, სააკაშვილის კლასიკურ ნეოლიბერალსაც ვერ დაარქვევს. სააკაშვილი იმის ხათრით რომ იყოს სავარძელში, იცი როგორი დიქტატორი და როგორი მე ეგარი ნეოლიბერალიზმი. არა, იგი როგორი მამულიშვილი გაკეთდა ნეოლიბერალიზმი არის პინოჩეტი. ანუ იდეა ეგ არის რა, ნეოლიბერალიზმი არც ახალი, არც ლიბერალურია. პინოჩეტი ნეოლიბერალიზმი არის ცუდი. მოდი მეგობრებო, ერთი-ორი სიტყვა რაზეც თქვათ, იცი, გვაქვს მელიას სიტყვები? ეხა ჩამივიდეთ, თუ შეიძლება გავუშვებ. მელია გამობრძანდა, როგორ მინდა გაიზნო. გამოგვარამიავდა, ბატონო. გამოგვარამიანდა. აი ეს არის, ხო. გამოგვარამიავდა და წაიკითხა იმაზე. ესე მიმართა თავის მრევლს სასამართლოდან. მე გვირიცინე ერთ-ერთ პოლიტიკოსმა მე პირადად მათ შორის ივანიშვილ ოპოზიციიდან ერთ-ერთ პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გარიგებული და გაყიდული მიწოდა. შეუძლებელია ჩემთვის ისეთ პოლიტიკოსთან, რომელსაც მე ხარიაობა რამდენიმე მისი პარტიის წარმომადგენელმა, ჩემის მხრიდან თანამშრომლობა, რომელიც შენ გვარავს გდებს ივანიშვილთან გარიგებაში. იმ ივანიშვილთან, რომელსაც თელი არსებით უწოდებ რუსული რეჟიმის ინტერესების გამტარებას. გასაგებია. გავაჩერეთ. ესე იგი, ეს არის საუბარი სააკაშვილის, სააკაშვილო ცნობილ წერილში დაადანაშაულა ეს ხალხი, გვარამია ესეც და ახალი იმაში, რომ დაახლოებით დიდ თახაზე იყო $50 მილიონ თახას ახსენა, გილაურმა მისცა მათო ეს ფულიო ბიზნესმენშვილის თანხმობითო. და შეკროლი უწევდა კი ბატონო. მაგრამ ხოშტარიამ და გვარამიამ მაგიტო შეკრეს ერთობა ურყევიო. ხო და შესაბამისად ახლა ოპოზიციაში არის განხილვა, ესენი ხო სულ ერთობისკენ იბრძვიან. და ესეთი ბიშტი გაუკეთა, ასე ვთქვათ, ჯიგარმა. მე სხვა შორის ძალიან საინტერესოა გავიგოთ ინფორმაცია, რა საჭმევენ ამას. საბჭოთა პაფლოცკის ხო არა ჭმევენ, წამებასთან გათანაბრებული ვარყავთ. აქედან გამომდინარე ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. კაი, ირაკლი ფავლენიშვილი გვინდა? ვარდების რევოლუციაზე ლაპარაკობენ? ხო, აქ ვარდების რევოლუციაზე ლაპარაკობენ იმაში, რა ქვია, გიორგობის მაგივრად, აფეთიშებენ ვარდების რევოლუციაზე. და მაგიტო არის ამდენი ამონარიდი ვარდების რევოლუციაზე დინა ბოჭავა, გიაბარამიძე, ხატია დეკანოიძე და რომელიც გაუშვი უკვე 2012 წელს წინა განაცემაში მქონდა გაშვებული. 2012 წელს სააკაშვილი გადადგაო. კრედიტსუიზე არ ვილაპარაკოთ. კრედიტსუიზე. რა თქმა უნდა. ვილაპარაკოთ. კი ბატონო. მინდა გაცნობოთ, რომ ლონდონის უზენაეს სასამართლოში და ბრიტანეთი ითვლება მართლმსაჯულების ერთ-ერთ სიმბოლოდ, ბრიტანული მართლმსაჯულება, რომელიც არ განიცდის პოლიტიკურ ზეწოლას. მე მგონი მესამე ინსტანციაში მოიგო ბიზნა ივანიშვილმა $650 მილიონი. და იქვე როგორ აცხადებენ ამას დამპალი ნაცმედიები. მიუხედავად ამისა, წერენ ისინი, რომ ამ ფულს ვერ მიიღებს, რადგან არის ამერიკული სანქციების ქვეშ. ანუ ჯერ ამას აცხადებენ, მაგრამ გული რო არ დასვეტონ ბოღმა ტიპებს, არაუშავს ფულს მაინც ვერ მიიღებს. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასეთი მაღალი სიმბოლური კაპიტალის და რეპუტაციის მქონე ბანკი, როგორც იყო კრედიტსუი, რა თქმა უნდა, როგორც იყო კრედიტსუი, რომელშიც იყო მთლიანად BlackRock-ის მენეჯმენტი მასში განხორციელებული, მან ერთი მხრივ თავი დაიზიანა და ფაქტობრივად
სუიციდი, გინდა სოციალური და გინდა პოლიტიკური დავარქვათ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოახდინა, იმიტომ რომ შემდეგ ვიღაცებს გაქეშება მოუნდათ ფულის. ახლა ის თუ ასეთი სელექციური ის არის შერჩევითი სამართალი და ვიღაცას ვისაც პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზის გამო ფულს აღარ აძლევს, რა ვიცი, მეც არ მოვხვდე ამ სიაში და მეც რაღაც ალმაცერად არ შემომხედო და მაშინ გამოვიტან ამ ბანკს აღარ ვანდობ მე ამ ფულს. ევროპელებმა უფლება მისცეს და სხვათა შორის ევროპა მაგით გამოირჩეოდა, რომ აწარმოებენ მაგალითად 900 წელი ბიჭო ლუც, რომელსაც ხარისხს არ უცვლიან და მართლა ტრადიცია აქვს. ევროპამ უფლება მისცა deep states, რომ მათი ყველა ეს ტრადიციული ინსტიტუტი გაენადგურებინა ბოლომდე რა. ხო, ფული. არა, ძალა რატო კაცო 2000-იანების დასაწყისში ევროპა ძლიერი იყო. დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ უცა შვეიცარიის. ხო და მაგას ვამბობ მე. ჰიტლერელების კი ბატონო და აქედან გამომდინარე. და მე დაიწყო. კი ბატონო. გლობალისტებმა დედა აქედან გლობალისტებმა სრულად დედა უპირეს. ნუ მე რამდენად უნდა მოიგოს ბიზინა ივანიშვილმა ხო კრედიტ სუისთან მიმართებაში. უბრალოდ ასეთი ყაჩაღობა, ასეთი ბანდიტიზმი შარაგზის ყაჩაღები არა. ჩვეულებრივია. მათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს არის რომ ესე ხმა შეწყობილად deep states და ევრობიუროკრატიის კარნახით ბანკი მართლა ყაჩაღური ქცევით ადამიანს უყინავს თავის კუთვნილ ფულს და წარმოიდგინე შენ რამდენად მყარი და სიმართლის მხარეს იყო ბიზნა ივანიშვილი რომ ყველა ინსტანციაში მოიგო ხო ზეწოლის მასშტაბი და მაინც კი რო გამახდა იგივე შემთხვევა არის ამ საერთაშორისო დათვლები რაც არის მაგასაც რო ვერ გიყალბებენ მაგალითად ეკონომიკურ ზრდაში და რო გეუბნებიან რომ პრესის თავისუფლება არის იმიტომ რომ კეზერაშვილი არის მედია პერსონა და ეგ ქვეყანაში ვერ შემოდის და ამის გამო შენ ესე იგი და რო გადავხედოთ ისტორიას მოკლედ გეტყვით რომ ბანკი რომელსაც ემსახურებოდა ის დაიჭირეს ემსახურებოდა ბიზნა ივანიშვილს ის დაიჭირეს იმ ბანკირმა გაძარცვა ვისი ნაკოლით ეს საკეთება გავსა ძალიან საიდუმლო პირობებში უცებ ივან თავი აი ეს არის ხო ევროპული დემოკრატია ევროპული ციხე და ასეთი ადამიანი რომელიც ძალიან დიდი თანხის მოპარვაში იყო დადანაშაულებული და დადანაშაულდა გაქრა რა ხო გააქრეს და ნუ ეს მე ეხლა მინდა ვიდეო გავუშვა საშინელება ხდება მეგობრებო ჩვენ ცოტა ხანში შეიძლება კომენტა არა მაგრამ ისეთი ადამიანი ჩამოდის აქ რომ ჩვენ კოცებს დაგვერხეს გავუშვათ ეს მარიკა გავუშვა ძალიან მეჭირს ძალიან მეჭირს შორიდან ამის ყურება და თუ მართლა იძულებული გამხადეს რომ მე დავბრუნდე საქართველოში იმიტომ რომ ასე ხანგრძლივად გამიჭირდება ამ დიქტატურის შორიდან ყურება რავი დიდად არ ვურჩევდი რა ალბათ საჩემი საქართველოში დაბრუნება ნიშნავს რომ მე ბევრი რამისთვის მაქვს თავი გადადებული ბევრი რამეზე ძალიან ამ ბრაზის მართვა თანდათან უფრო ძნელი ხდება და ამდენი გაბრაზებული ადამიანის აფეთქება გავაჩეროთ არ მგონი მე მინდა ვიკითხო მაღლა გოგონებო ეს ხალი ვინ არის მაგრამ თქვენ გახსოვთ 4 ოქტომბერს რო ხალბატონი ჩამოდიოდა რომ უნდა დაგვეცადოთ არა ვიცი კაი მართლა ეს არ არის არა მე მგონი არ არის არ არის ბიჭო როგორ უნდა იყოს ეს და ის ვინ იყო ის ხო და იქნება მართლა ერთი ეს ვინ არის როგორ ბიჭო ის იყო 20 წლის გოგო თუ 30 წლის გოგო ეს არის მე ვაფშე არა 30 წლის 30-ზე მეტი გატუკიშვილი ყოფილა პარლამენტის წევრი მიშას დროს და საკრებულოს წევრი მიშას დროს და რა სიმუქრება ხო და ვინ არის კაი ეგ გავიგეთ ამერიკაში რასაკეთებს მოხუცულის რაც არაფერი პრობლემა არ ტრაილერის როლი ხო ვინ არის ჩვენ ბევრი თანამოქალაქეები ტრაილერის როლი ხო შეიძლება რაღაცა დამაკნინებლად მახერვა ვაფშე არ ვიძახი დამაკნინებლად კაცო მაშინ ერთი კაის თქვი პედაგოგია ამერიკაში კარატის ბერკლის უნივერსიტეტში კითხულობს ყველა ლექციას კარატეს წრეა კუნფუს წრეა კარატე რა ანუ რა სად მუშაობს რომ დააგროვა უნარები რომ არ ურჩევს შეიძლება მაშველია კალიფორნია ხო შეიძლება ვუდუ იცის შეიძლება ვუდუც იცის ვუდუ სალონია გავიცი ტატუ სალონი ვუდუ სალონი კი ბატონო და ვინ არის შეგვიძლიათ გავარკვიოთ იგუგლება მარიკა დათმიშვილი ცოტა სიფრთხილით და რა ვინ არის აბა შენი სავარაუდო პროფესია რა არის მე მგონია რომ მაშველი იქნება სამხედრო სამხედრო მარსკი ეკოციკი
კი ბატონო. და ალბათ გავული. კი, მარს კი ეკო. სასწრაფოდ უნდა გამოიკვლიოთ მეგობრებო, გავალებთ, რომ ხვალ ვიცოდეთ ყველაფერი ამ ქალბატონს. იმიტომ საფრთხე, აშკარად საფრთხე. რაცია? მარიკა დათუკიშვილი. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, დიდად არ ურჩევდიო რა. მე თუ იქ ჩამოვედიო, მე ტუფტაზე საჭორის ესე უნდა გვანახოთ ხოლმე ვიდეოები, ხო უნდა ვიცოდეთ ვის რას როგორ ვეუბნები. ეგებადა გასაქცევა. ეგებადა გასაგებია. შლანგი მერა მეტრები. შლანგი ხო არა? მართლა შლანგია. შლანგი. იმენ მეტი Он არაფერი. просто член. შლენგი და რაღაც. და არის შლანგია. პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთს ვინ ჩაგვაშხამა ეს ერთიანობა ვინ გაყო საქართველოს ეგეცი პასუხი. ვინ გაყო ყველა ორ ნაწილად და ვინ მოკლა საქართველოში სიხარული ორ დღეში ამ ამბების მერე ჩვენ ხო არ გავიკეთებია ეს აი გამოვთქვათ ვსო ხო გავაჩერე. აი ამაზე არის შემდეგ კითხვა ეგეცი პასუხი. ხო, ნუ ხო მაგარი უტი პარტია, მაგრამ შლანგია მე მგონი. ვინო? ვინ? ვინა მე პირადად. კი. არა, შლანგი ადამიანმა საჭმელში ჩაგვიფურთხეს, გაგვლახენ. პარტიოსთან მარგალიტი გზაზე მომავალი გაგვლახენ, მოგვატყუენ. რა ვიცი, რეებს არ აკეთებდნენ, წევლიდნენ, ვუდუს თოჯინებს წვავდნენ. და მაგას არ ქონდა მიზეზი. ანონიმი გამჭვირვალეობის და ესტონეთის და იმის ელჩებმა გითხრეს რომ გაჩერდიო. არა, ამათ უთხრეს და დედა გვიტირეს ამ ტიპებმა. და ესტონეთი მაგის ჩიტია. ხო, ანუ ყველაფერი რაც შეიძლება და არ შეიძლება რაც ქართულ კულტურაში კი ადამიანობაში არსდება, მიცვალებულს აგინეს. აუტყოფს დასცინეს. და მე გვეკითხები რომ ვინ გამოიწვიეს გავას არ იქნება. ხო და ჰერჩინსკი. ჰერჩინსკი აქ უნდა იყოს. იმ დღეს დავინახე აბაშიძეზე. გამოიარა არხეინად მოდიოდა რუგზაკი ეკიდა, ხა? რუგზაკი, ხო? რუგზაკით გადმოვიდა ზებრაზე, პირია. რუგზაკია თუ რუგზაკია? ზიგზაგი. ზიგზაგი და მე ვერ უთვერკი შეხენ რამსები ხო არ გერევა. ბავშვთან ერთად ვიყავით, თორე შეიძლება. არა, ფეხი პეშკო მობილიტი. ის ჩვენი კაი კაცი რო არის. TikTok-ში რო ყავს კაი კაცი. გერმანიის მაგარი კაცი. გერმანიის წელს ხო შეძახა ერთი ორი. სწორი იქნა. გერმანიის წელს ხო გავაგებია. ვალოძია მაგარი კაცი. და ის არა ქვია. ეთერში თქვა. ეთერში კი არა, ერთ-ერთი ეთერი მგონია დაჟე. ჰავს დამესხნერო. არა, ის ხო გავაგდიოდა ეხლაო. ამასაც კი მე გერმანიის იმან თქო ხო, ეს გავაგდიოდა ეხლა იმას მიხელა, მაიცაო. კაი. ბუღაძე გაუშვი. ან სამოქმედო მქონდა, ხო? უეჭვენის მორასები ხო არ გერევა თქო მინიმუმ. ბავშვთან ერთად იყო ბიჭო. ბავშვთან ერთად ვიყავი და ოჯახთან ერთად, თორე იმენა. ბავშვის გეთქვა რომ მამა თქო, ახლა ეს 5 წუთი მაჩუქე თქო და როგორ მიატოვებდა ეგრე დაინახავ და არა. ჯებ კროს. აბა წარმოგიდგენ შენ რას იზავდი მაგრამ. ბიჭო, რომი მეცაჯები. დას აუ რას დავსვა. არა, ეგ უკვე ნამეტანია ძმაო ახლა. აბა იმ მორალურად და ხო რა, უნდა მე. არა, პირდაპირ. არა ხარ შენი საქციელი, არ არის ელჭური. ო, შენი საქციელი, რა უნდა დაგიკეთო? დამი კონკრეტულად გერმანულად. არ ვიცი როგორ იქნება. more ინგლისურად როგორ არის? Let me more concrete თუ როგორ არის? მოდი დამი კონკრეტულად როგორ არის ინგლისურად? Now be more clear. არა, ხო, კი ბატონო, კონკრეტიკა მაინტერესებს. Express yourself more clearly. More correctly, concretely. ხო და შერწყდა, რა უნდა გაკონკრეტო? არ არის შენი საქციელი. ელჩური. კაი, ბუღაძე გავში. ბევრი ტყუილი, იმიტომ ტყუილზე დგას. აუ ეს ბუღაძე. ტყუილია ყველაფერი, ტყუილზე რადგან დგას, საქართველოს მომავალი არ იქნება, მაგრამ მე მაინც ერთი რაღაცის იმედი მაქვს, აი ხალხგასმით. ერთისა. ერთიანობა. ოღონდ ერთიანობა არა პირდაპირ, აი თქვა შეშენი ინდივიდუალურ დაკარგა, აი იგივე სხვა ირო ვახსენე ხა პეტრიძეს, აი იგივე სხვა შენ სხვა ხარ, მაგრამ ამავე დროს იგივესთან გაქვს კავშირი და სწორედ ამ კუთხით ძალიან საინტერესო მომენტია, რომ აი გაფართოების სისტემაზე რომ მიდის მუშაობა. მართლა ახალგაზრდები და დღესაც აკეთებენ და რუსთავი გაფართოებულია. გავაჩერეთ. მართლა ეს გაფართოებულია ნამდვილად. თინახიდაშელი გავშვით და ვაფშე არაფერს საკომენტაროც არა. მაინტერესებს რომ პეტრიც რა ნამუსიტირებს ეს. გავშვით. ნამდვილად ესეა, არაფერს ახალს არ ვიტყვი, ეს არის ერთგვარი ნერვების ბრძოლა, ორივე მხარე გარკვეულწილად რაღაცა ერთმანეთზე შესყდომის რეჟიმშია და არ ჩანს სამწუხაროდ არავითარი რესურსი, არავითარი ფანჯარა, რომელმაც შეიძლება ცირედი ესკალაცია არა, ხო გააჩერეთ. რა შესტომის რეჟიმშია? უარყავით ყველაფერი გაყალბებულიო, არც ერთ არჩევნებში მონაწილეობა ან არ მიიღეთ, ან რომ მიიღეთ და რო წააგეთ არც ნეთ ის თქვენთვის ძალიან კარგი შედეგი.
მოდიხარ და უნდა დაგამხოთო, რუსები ხართო, დაგხვიტავთო. სიები შეადგენენ, ჩავის სიები, საჭმელს ჩავიფურთხეთ ვიმეორებ. მიცვალებულებს დასცინეთ შეურაცხავით. ავადმყოფებს დასცინეთ და რა შეცდომის რეჟიმში რას ნიშნავს? და ხულიგნურად იქცევით, ქუჩებს კეტავთ. და ვინე დიალოგზე უარი თქვა, მაგრამ არ გახსოვს ეს ამბავი საიდან დაიწყო? ეგრეთ წოდებული რუსული კანონი რო შემოვიდა. ჩვენო დაჟეო დიალოგშიც არ უნდა შევიდეთ, ამ კანონის განხილვაშიც არ უნდა შეხვიდეთ. შიტიცა დაიჭირეს. ის ხო ამბობდა ეს ტოქსიკური აბარ არის დაირყვა და რაღაცეებიო. ვინა? ან ნარატივი ხო ეგ იყო, რომ აქ ტოქსიკური. ტაივანში საიდან ერთვება? ბიჭო ტაივანში ნუ ეძახი. ტაივანში კი კაი კაცი. საიდან ერთვება და ეს ტაივანში კი გაგებით რომ ტაივანის აგენტია. ცოტნე კოპერიძე დაუძახე მე ტაივანის აგენტი. საიდან? სუსაიდანაც ერთვება და სადაა მოქისტული? არ ვიცი. ცოტნე კოპერიძე, ანუ იგივე კუტაბიჭი, ახლა ნახოთ კომენტარიდან თოთნია თუ კუტაბიჭი გავუშვით შეიძლება. თუ საერთოდ საუბარი აღარ ხდება პოლიტიკაში, ზირთადად თუ არ პანიკურ სიტუაციაში და პანიკაზე ისინი ეს ახალგაზრდები არ რეაგირებენ დიდად. აღარ არის აქ ყოფნა რაღაცა აღარ ის სიმპათიურებად ეს თელი ამბავი. გონიათ რომ გაირიყებია გოდა ვიღაცა არასაკმარისად თავდადებულად არ ჩათვლის და გალანძღავს და ამ ყველაფერს ცოტა უკვე არ უყურებენ ისე ახლოს როგორც არ რაღაცა ამაში აი ოდნავ აი ხო ის სადაც გვირაბის ბოლოს რომ ბჟუტავს შუქი რაღაცას ხდებიან რომ კულ აღარ არის სანამ ეს არ გამოასწორებს იმ ნასესხებ ზურა ჯაფარიძისგან საუბრის მანერას ჯერ ზურა ჯაფარიძის საუბრის მანერა არის ბიჭო ალბათ სკოლაში ასწავლო როგორ არ უნდა ილაპარაკო იმაში რო არის ევან ოლმაითიში სტივ კარელს ლაპარაკო ტიპი არის თავდაჯერებული დებილი ანუ გეტყვის რომ გრავიტაცია არის რა თქმა უნდა დებილობა და რაღაცა და თავის რაღაცა რბილობდი და მაგისგან რო ისესხებ ლაპარაკის მანერა ბუკერიასგან რო სესხულობდა ეს ჯელობის მანერა ხო მეგობრებო და ბოლოს რა თქმა უნდა გენიალური და აკუბარდიასგან დაიღეთ ლაპარაკის მანერა უმაგრესი გენიალური მსახიობი კახა გოგიძით დავასრულოთ გადაცა დენირო ეკრანებზე და თვალყურს ადევნებენ ერთმა მითხრა ამას წინათ რომ თქვენ მართლა რა მაგრები ყოფილხართ რატომ მეთქი და აი ერთი წელია ფაქტიურად არჩევები ეხა ნახე აკუბარდია ბელორუსიც იყო ესეთ რაღაც მაგრამ იქ უკვე ერთ თვეშივე ჩაახრეს და მოგუდეს ერთი წელი ну ხა მე მithumetas საზღვარგარეთ ახლა თუ ტრაბახის საშუალება მეცი ვიტრაბახ მეთქი კი ასე იმიტომ რომ მაგრები არ საზღვარგარეთ პლეტიად მართლა დენაციფიკაცია უზბეკეთშია რა უნდა უზბეკეთში სერიოზულად მოიცით რამდენი ჰქონდა მცდელობა მე უზბეკეთში წავიდა ბიჭო უზბეკეთი მაგარი ქვეყანა ყვალ დემოკრატია უზბეკეთში არის მენჯეო განვითარების ფორუმი გავაჩვენე სამარყანდში დიდი თემუჩინის საფლავი არის და თემურლენგის და ესწრება განვითარების ნამაზ არა NGO განვითარების მაგარი განვითარების შეიძლება იქ ჩავიდა და იბრძვის რომ იქაც არ მიიღო გამჭვირვალობის კანონი ორ ფრონტზე იბრძვის მაგაზე იბრძვის საქართველოს ვერ გადავარჩინეო და აკაურობას მაიწყებს საქართველოში დემოკრატია უჭერდეს რომ არ არის დემოკრატია და საწავიდან სავა ბაჭო აკუბარდიას ჩვენ ტელევიზიის სახელით ახალი ჰალსტუხი რო გაუგზავნოთ თო მე უფრო პერანგზე ვფიქრობ არა მიამორეს რო გრძელი ჰალსტუხი აქ ხო იცი ეგეთი რო გაუგზავნო არა დავწეროთ განცხადება USB-ი ხო აცვია USB-ი ხო აცვია და რალფ ლორანი გაუგზავნა დაუაპდეიტი იმენა ვაფშე წავედით მეგობრებო დიდი ცხენი რო ეხატოს ხვალამდე ერთი ცხენი ეხა აქუს ნუ მანდას კარგად ზანდება ხვალამდე